მე ვარ კობა, აქ არის ღვინო. ამით ყველა კაი ხალხს გაუმარჯოს. ღვინო სხვადასხვა ფერის. ღვინისთვის არსებობს 4 ძირითადი ფერი, ესენია თეთრი, ქარვისფერი, ვარდისფერი და წითელი. ამ ფერების კატეგორიაში ღვინო ხდება ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, შემიძლია განმარტო თუ რა ტექნოლოგიური პროცესებია ეს სხვადასხვა ფერის ღვინოებისთვის. თეთრი ღვინის შემთხვევაში, როგორც მას უწოდებთ, თეთრი კლასიკური ღვინო და არა ევროპული. ევროპული შედარებით არასწორი ტერმინია და უმჯობესი იქნება თუ გამოვიყენებთ თეთრი კლასიკური ღვინო. კლასიკური ღვინის მიღების პროცესი ძალიან მარტივია, როგორ ხდება თეთრი კლასიკური ღვინის შექმნა. ვიღებთ ყურძენს, გამოვწნეხავთ მაშინვე წვენს ყურძენიდან და დუღილი მიმდინარეობს მხოლოდ წვენში. ანუ მხოლოდ წვენი დადუღდება ყველანაირი სხვა ყურძნის ნაწილების გარეშე. ეს იქნება კლერტი თუ ეს იქნება ჭაჭა თუ ეს იქნება წიბწები. მხოლოდ წვენი დუღდება. შემდეგ შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესები მიმდინარეობს, დაღვინების იქნება ეს თუ ფილტრაციის თუ ჩამოსხმა თუ რაც არის და ვიღებთ ასეთ თეთრ კლასიკურ ღვინოს. ევროპული ღვინო არ არის სწორი ტერმინი. კატეგორიის აღსანიშნავად უმჯობესია გამოვიყენოთ თეთრი კლასიკური ღვინო. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია სხვა ტექნოლოგიურ პროცესებზე თუ მეღვინეზე, როგორი ტიპის იქნება შაქრის შემცველობის მიხედვით, მშრალი, ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი თუ ტკბილი, დღეს საუბარი გვაქვს მის ფერზე. კარგად ჩანს ალბათ განსხვავება ამ ორ ღვინოს შორის, ეს არის უკვე ქარვისფერი ღვინო. ქარვისფერი ღვინის კატეგორიაში ხდება ის ღვინოები, რომელიც მიიღება დადუღების პროცესში წვენის კანთან კონტაქტით, ჭაჭაზე, როგორც მას უწოდებენ ხოლმე ხშირად. ეს არის მარტივად რო ახსნათ ჭაჭის გარეშე, ეს არის ჭაჭაზე, ანუ წვენის კანთან კონტაქტით. რატომ არის ეს ღვინო ქარვისფერი? როგორც უკვე აღვნიშნეთ, თეთრი ღვინის შემთხვევაში წვენის გამოწნეხვა ხდება ყურძნიდან და მასში შესაბამისად პიგმენტები, რომელიც შეღებავს არ მიყვება, მაგრამ როდესაც კანთან ერთად მიდის დუღილი, ანუ ფერმენტაციის პროცესი, მასში ღვინოში ანუ ფერი გადადის უკვე კანიდან, პიგმენტების სახით, რომელსაც შეიცავს ყურძნის მარცვლების კანი. ძირითად შემთხვევაში. და ასევე ასეთი ტიპის ღვინოები განიცდის უფრო მეტ ჰაერთან შეხებას, ანუ ჟანგბადთან შეხებას და შესაბამისად ფერიც ხდება ოქსიდიზირებული, ანუ შედარებით დაჟანგული. ასეთ შედარებით მუქ ფერს ვიღებთ სითხის ყურძნის კანთან შეხებით და მცირედი ოქსიდაციით. რაც შეეხება თეთრ ღვინოებს, აქ ყურძნის კანთან შეხება არ გვაქვს და ოქსიდაცია რაც შეიძლება ნაკლები გვაქვს. ეს არის მარტივად თუ ამ ორ ღვინოს შორის საგანსხვავება ფერის მიხედვით, მაგრამ გარდა ფერისა არის ასევე ტექნოლოგიური პროცესის გამო გემონური განსხვავებაც. ტანინი ღვინოს გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ ყურძნის კანიდან, სასურველი ტანინი გადაეცემა ღვინოს ყურძნის კანიდან და არასასურველი ტანინები, რომელიც კლერტიდან და წიბწიდან გადაეცემა, არ არის სასიამოვნო გემონურად აღსაქმელი. ძირითად შემთხვევაში თეთრ კლასიკურ ღვინოებში ტანინი არ გვხვდება, რადგან იგი ყურძნის კანთან შეხების გარეშე განიცდის დუღილის პროცესს და შეიძლება მოხდეს მცირე ოდენობით თეთრ კლასიკურ ღვინოებში ტანინები მუხის კასრიდან მასში დაძველების ან დადუღების პროცესის დროს. გადავალ ვარდისფერ და წითელ ღვინოზე. ვარდისფერი და წითელი. ვარდისფერზე ცოტა მეტი საუბარი მომიწევს, რადგან ვარდისფერი ღვინის მისაღებად რამოდენიმენაირი ტექნოლოგია არსებობს. ერთი არის ყურძნის წვენის გამოწნეხვა პირდაპირ ყურძნიდან და რაც შეიძლება ნაზი სუბუქი ფერის გადასვლა ღვინოში. მეორე არის მცირე ხნით დაყოვნება, ანუ მაცერაცია ყურძნის კანთან ერთად. აქ საუბარი არის, რა თქმა უნდა, წითელ ყურძნიან ჯიშებზე თუ შავ ყურძნიან ჯიშებზე, რადგანაც ფერი ღვინოში გადაეცემა კანის პიგმენტიდან. ასევე არსებობს ისეთი პროცესი, როდესაც წითელი ღვინის შექმნისას თვითნადენ წვენს იღებენ ცალკე, ისიც შედარებით სუბუქად შეიცავს წითელ პიგმენტებს და აქედან გამომდინარე შესაძლებლობას იძლევა, რომ მიიღონ ვარდისფერი ღვინო. ვარდისფერი ღვინის მისაღებად არსებობს კიდევ ერთი ასეთი საინტერესო პროცესი, როდესაც წითელი ყურძნის ჭაჭაზე, ანუ წითელი ყურძნის კანზე ხდება თეთრი ყურძნის წვენის დადუღება.
მხოლოდ წითელი ყურძნის ჭაჭა და თეთრი ყურძნის წვენი. ეს გვაქვს საქართველოშიც, სხვათა შორის, ეს არის ხიდისთავური, როდესაც თავკვერის ჭაჭაზე ხდება ჩინურის და გორული მწვანეს წვენის დადუღება და მიიღება ვარდისფერი ღვინო. ასევე არსებობს თეთრი და წითელი ღვინოების უკვე შერევა, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში არ არის დასაშვები და აკრძალულია, მაგრამ ჩვენთან არ არის აკრძალული, დასაშვებია, ოღონდ აუცილებლად უნდა მოხდეს აღნიშვნა, თუ რა ღვინოებია მასში შერეული და რა პროცენტით. მოკლედ ვარდისფერი ღვინის მისაღებად რამოდენიმე ტექნოლოგიური პროცესი არსებობს ფერისათვის. რაც შეეხება წითელს, გადავიდეთ წითელზე. წითელში უკვე აუცილებლად ჭირდება წვენის ყურძნის კანთან კონტაქტი, რადგანაც უმეტეს შემთხვევაში ფერი ღვინოში გადაეცემა ყურძნის კანიდან. არსებობს ისეთი ვაზის ჯიშები, რომლის ყურძენსაც კანის გარდა რბილობით შეფერილი აქვს. ასეთი არის მათ შორის საფერავი. ეს განეკუთვნება ტენტურიეს ტიპის ჯიშებს და საფერავიც ხდება ამ კატეგორიაში, რითაც კიდევ უფრო მეტად საინტერესოა საფერავი. მარტივი პროცესი გვაქვს ვიდრე ვარდისფერი ღვინის შემთხვევაში. ამ დროს ვიღებთ ყურძენს და ვადუღებთ მის წვენს კანთან ერთად. ტექნოლოგიური პროცესი რო უფრო ადვილად დავხსნათ, თითქმის ნებისმიერი ღვინის შექმნის დროს უმჯობესი იქნება და რეკომენდებულია, რომ მოხდეს მარცვლების კლერტიდან გაცვლა. კლერტი ეს არის ყურძნის ჩონჩხი, ასე ვთქვათ, რომელზეც ასხმული არის ეს მარცვლები. კლერტი უმეტეს შემთხვევაში არ შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს და არ გადადის ღვინოში კლერტიდან სასარგებლო არც მინერალები და არც ტანინები. ღვინოები ფერის კატეგორიაში ხდება ღვინის ტექნოლოგიური პროცესის გამო და არა თვითონ უშუალოდ ღვინის ფერის გამო. გადავალ ეპიზოდის შემდეგ ნაწილზე. ეს არის ლეგენდები ღვინოზე. მოდი წავიკითხავ ერთ პოსტს. საინტერესო იქნება თქვენი კომენტარიც, თუ რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაწეროთ ეპიზოდის ქვეშ. 100 კილოგრამის საფერავიდან რამდენი ლიტრი ღვინო გამოვა? ადამიანს აინტერესებს, რამდენი ლიტრი ღვინო გამოვა 100 კილოგრამის საფერავიდან. და პასუხებია ასეთი: 50-60. არ მიწყინოთ, მაგრამ საფერავიდან მაგდენი არ დგება. დაპრესვის შემთხვევაში ვიგულისხმე. დაპრესვა ეს დაწნეხვა, ვისაუბროთ ქართულად. სახლში რო ვაყენებ, 45-ს ვერ ავწდი. პრესითაც? არა, არ პრესავ, რაც გამოვა, გამოვა. უნდა დაპრესო ძმაო, პრესს გამოაქვს საუკეთესო ნაწილები. საუკეთესო ნაწილებზე ვერ დავეთანხმები. აქ ჩართულია ერთი ასეთი კომენტარი, ცოტა შეიძლება შინაარსიდან ამომხტარია. თავანკარას სანამ არ მოიკიდებ, იქამდე ვტოვებ დედაზე. მეც მასე ვფიქრობ, ეთანხმება ვიღაცა. 100 კილოგრამზე ვიღაცას პროცენტებით აქვს პასუხი გაცემული. 50%-ზე მეტი. 50. 40 რჩება გადაღების მერე. საფერავი ცქრიალად დაყენებული ექსპერიმენტულად. საინტერესო ფოტო დევს. თუ მოახერხე, დავდებ ამ ფოტოს ლინკს კომენტარებში, ან აღწერაში. 40 ლიტრი რჩება თუ კარგად გადააწმინდავებ. ცოტა უფრო გრძელი კომენტარი, გრძელი პასუხი. დაპრესვით 65-მდე გამოსულა. ოღონდ ის ძალიან განსხვავებული საფერავი იყო. ალბათ 100 წლამდე ვაზი. ხაშმში, რქაზე იქნებოდა გახარებული. ნალექს თითქმის არ იკეთებდა. ფერზე და გემოზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ბევრნაირი საფერავი დამიწურია და ძალიან განსხვავდებოდა ყველა ერთმანეთისგან. მე მგონი, ადგილის და მოვლის გარდა რაზე ამყნობენ, მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ისევ პასუხები რაოდენობაზე. 40 უეჭველი. 60 გამონყავს დაწმინდავებული, მაგრამ გააჩნია უწყავში და ნარწყავში განსხვავება დიდია. ვიღაცას რჩევა აქვს მიცემული თუ თავისი მოსაზრება, წავიკითხავ. ტრადიციულად ქართულად თუ დააყენებთ, ტონაც გამოვა. შაქარი, წყალი, ფერი თუ დაკარგა, შეაფერებთ ალუფლის კომპოტით. შენ შემოგევლე, რა კაი ღვინო გამოვა. ბოდიში ყველასთან ღვინის დაყენების არაფერი ვიცი.
კომენტარების წაკითხვის მერე დამებადა კითხვა. ისე 40-45 გამოდისო, დაპრესვით 65-იო. აი ეს დაპრესვით მიმატებული 25 ლიტრი კარგია? არა ფუჭებს იმ პირველ 45-ს? პასუხი არ არის ამაზე. ვიღაცა პასუხობს 38-54. პასუხი იმ შეკითხვაზე აფუჭებს თუ არა დაწნეხვით დამატებული 25 ლიტრი იმ 40-55 litrს არ აფუჭებს, ცოტა შეუცვლის გემოს. შეიძლება უკეთესობისკენაც. ისე არ უნდა დაპრესო, რომ კლეტები დაჭყლიტოს და კურკები დაიფშვნოს. ხო. მოკლედ ადამიანს აინტერესებდა თუ რამდენი ლიტრი ღვინო დადგება 100 კილოგრამი საფერავიდან. მიიღო შესაბამისი პასუხები, ვერ გეტყვით დაეხმარა და გამოადგა თუ არა რაიმეში ეს პასუხი. შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება დაწეროთ კომენტარებში ეპიზოდის ქვეშ. ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ არის ღვინო. დროებით გემშვიდობებით, ამით ყველა კაი ხალხს გავამარჯოს.